სულ ისტორიული ფონია და ხალხეოვნები რა ხსოვს მეგობარი აქ და ხალხი და მომეში მოდი ხარ და ეუბნები რომ კაი რა ხარ უამრავი რაღაც გარემოება და ის უკვე გიყურებს როგორც წერს იმ დროს კაცო ხზე იმოს გაიგე და უშუალოდ ქოცებმა შეინარჩუნეს მიიღეს ეს კანონი ამერიკელები საერთოდ გაგვემიჯნენ ქოცები მაინც შებიან ხელისუფლებაში და მე რაზე იმობ უფრო დიდი საფრთხე გამუქრება ამ შემთხვევაში თუ ეს მოხდა ასე შეხა თქვი რავი რუსეთთან საერთოდ დაუცველი ხდები საზეიმო არის ერთპიროვნული მართლობის შეცვლა ქოცების შეცვლა ერთპიროვნული მართლობის დასრულება არის საზეიმო როგორც კი ეს მოხდება ჩვენ ვიზეიმებთ მაგრამ როდესაც რაღაცა ნაბიჯი რომელიც შეიძლება თან ბოლომდე მაინც კარგად აგვაქვს გააზრებული არ ვიცით პირობითად ამის შედეგი პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური იქნება გარანტირებული საერთოდ არაფერი არ არის ან საერთოდ შედეგი არ იქნება და ამ დროს უნდა ავყვეთ სახალხო საერთო სახალხო ზეიმობას უბრალოდ არაფერ შუაში არ არის თორი ხალხის უდიდესი მიღწევა დავუბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას მე მინდა მიულოცო საქართველოს დემოკრატიას ულოცა ყველა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავიდა 359 ხმით 2020 წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში ჯოლოსონობაა მოწყობილი. ჩვენი ამოცანა ის არის რომ გავარკვიოთ რა არის ამაში საზეიმო, თუ რამე არის საზეიმო, რა არის არც თუ ისე საზეიმო და რა ხეირს ან პირიქით ზიანს შეიძლება ველოდოთ ასეთი ტიპის დამოკიდებულებისგან ამერიკის შეერთებული შტატებისგან. შალი ფაქტები რო წამოიგინო რა ხდება ხო? ნუ პირველ რიგში შეხება მეგონია პოლიტიკოსების განცხადებებიდანაც რაც დღეს იყო აკეთებული. ხალხს გონია რომ ის მეგობარი აქტია რა თავიდან ერთი წლის წინ რომ მაშინ უკვე იზეიმა ხალხმა რომ მიიღესო და რაღაცა უგახსოვს უვიზო მიმოსვლას გვაძლევენო იმას თავისუფალ ვაჭრობასო და ის არის არაფერში არის იმასთან ის ჩავარდა იმიტომ რომ ის რაღაცები ეწერა იქ იყო რომ სანქციებს დაგიწესებთ ან ამას მოგცემთ რომ ან კარგ რაღაცებს აიკეთებთ ან ახალსულის კვეთება ახლაც ეს არის უბრალოდ პირდაპირ საუბარი არ უკვე იქ ავალდებულებდა მაგალითად თუ ცუდად მოიქცევა სახელმწიფო დეპარტამენტი და დაასანქციონოს და ნუ ტექსტი იყო ავალდებულებდა ფაქტობრივად და ეს დოკუმენტი არის ის რომ აიო გამოიხედეთო და თუ იპოვეთო აი წავადგინეთ რეპორტიო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეზიდენტს ეუბნება თუ იპოვეთ ვიღაც ცუდი ადამიანები რაღაც ევროინტეგრაციას უშლის ხელს ვერ რაღაც მაშინ სავიზო სანქციები დაუწესოთ და თუ გინდათო სხვა სანქციების დაუწესოთ ეს არის მეტი არაფერი არ წერია ამას ის შემთხვევაში კაი ხოცებისთვის არ არის მაგები რომ 360 კაცმა ამერიკაში ხო და ამას ყვებოდი ყურე ანუ თვითონ შინაარსობრივად ეს არის და ეს სავიზო სანქციები რომ დაუწესოს მოსამართლეების და სხვა ხოცების ამბავზე ვიცით რომ არ ჭირდება არანაირი კანონი ამერიკელებს ისეც შეუძლიათ რა და გამოდის რომ ამ კანონი თავის არაფერი არ შეცვალა თავარი ამბავი და USA-ც რა თუნდაც USA-დი წერია USA-დმა რაღაც შეიმუშავოსო რაც საერთოდ ვერ ხვდები რა შუაშია მაგრამ თავარი ამბავის ეს არის უბრალოდ იცი რომ კაი რაღაც დოკუმენტია რომელზეც შენზე ანუ თავრობაზე რაღაც კაც არ ამბობენ და 360 კონგრესმენი ამას ხელს აწერს იცის არის ის წაიკითხა და მნიშვნელობა აქვს რა ვიცი ხო თქვა დემოკრატიული რესპუბლიკელი ყველა კაი რო არ წერია მთავრობისთვის მაგას ხო ხო კაი არ წერია ნუ მინიმუმ იცის რომ მთავრობის სასარგებლოდ რაღაცას არ აკეთებს რა ხოდა ანუ თვითონ დოკუმენტი არაფერი არის რა ანუ თუ რამე ღირებული არის ამ რაღაც ისტორიაში ისეთ რაც მართლა ყურადღებას იქცევს ის რომ რაღაც 360 კონგრესმენმა რაღაცა უარყოფითი შენზე რა რაღაცნაირად ხო და ამიტომ რავი ქოცების ადგილზე რაღაცნაირად კარგ განწყობაზე არ გავეგვიზებდი რა მეორე მხრივ აი ისე რა თქვა რომ ამის გამო ხა ქოცებიო აი ოფისში ლაპარაკობდი და ალბათ თუ ნახდათ რაღაც შეიძლება თქვა რომ ქოცები როგორც ჩანს ადმინისტრაციასთან ტრამპის დაავადებულები არ არიან ანუ თუ დაავადებული იყვნენ ამას არ მიიღებდნენ და კიდე რაც არის საინტერესო ამ ყველაფერში არის ის რომ ქართველი ლიბერალების და ფემინისტების კუმირებმა ზოგადად მემარცხენე ბოლშევიკებმა კორტესის და მისი დაქალების მეთაურობით ხარი არ დაუჭირეს. მაგრამ ვიცი რომ მასი იმას არ დაუჭირა. არ დაუჭირა? ლიბერალები ერთად. არა, მისთვის ლიბერალები არ დაუჭერდა, გასაგებია, ეს ბუნებრივი იყო ზოგადად რა, რაღაცნაირად ხა. არავის არ უთქვია ამ პოზიციაში, რომ ამერიკელი ლიბერტარიანების იმედი ჰქონდათ, რომ ხოცებს დაამხობდნენ. იმ ერთი საწყალი. ხო, იმ ერთი საწყალის და ზოგადად ახლა ლიბერტარიანები იზოლაციონისტები არიან და საერთოდ ფეხებზე კიდიათ ხოცები აქ რამეს იზამენ თუ არა, მაგრამ სამყაროში ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის და მათ შორის რაღაცა ხოცები როგორც რუსული რეჟიმი და მთელი ეს ამბავის ნარატივის დროს ის ხალხი რომელიც შენიანი იყო შენ ბალიშიკობდი რა ანუ წინა მთელი ამბავი შენ ბალიშიკობდი ტრამპს არ ბალიშიკობდი ანუ საერთოდ რომ არ დაეჭირა არც რესპუბლიკის მხარე პრინციპში ვერაფერს ვერ მოთხოვდი რაც აქ შენ ქონდა მოწყობილი ვინც ინიციატორები და დიდი ალბათობით საერთოდ ლობისტები არიან ამ კანონის იმიტომ რომ ლობირების გარეშე ხო ეს ამ კანონში 360 ამერიკელი უცბად აღელდა საქართველოს ბედზე და ერთდროულად რაღაცა კანონი დააიცირეს და ესე ფაქტია ეს ასეავე არ არის ხო ფაქტია ხო და მე მგონია რომ ისიც ყურადღება მისაქცევი ამბავია ვინ არის ანუ აი ვინ დაგიჭირა მხარი
და ვინდა მიჭირა მხარში ის ხალხი, რომელზედაც შენ ყველაზე დიდი გამალებით აქვს მხარს უჭერდი, ისინი არ არიან. ჰა, და რასთავია ის დაგვაუწყდა, ეს არაფერი ვიზა ლიბერალიზაცია ყველაფერაც ეწერა, კარგი იმაში არ წერია. რაღაც წერია, რომ იარაღი მიეცით თუ რაღაც გააზლიარეთ სამხრეთო თანამშრომლობა მთავრობას და რუსეთს დაუპირისპირდეთ. და გასვლით პროგრამები რაღაცეები, მთავრობას მიმართავს რა, რომ ჩვენ მთავრობამ რაღაც უნდა ქნას რუსეთთან იბრძოლოს და ჩვენ ხარს დაგიჭერთ რაღაცა. ამიტომ რაღაც დამცნო რაღაცა ეს, ერთი მხრივ ამბო რომ არჩევნები რო გამოდიოდნენ, იქ აწერია კანონში. რო გამოდიოდნენ ეს ვილსონი და კიდევ ვიღაცა აღარ მახსოვს ვიღაცა თქვა, რომ ისაო არჩევნები გაყალდაო რაღაცაო და შენ თუ ამას ამბობ, კანონის ავტორი თუ ხარ რა. კანონის ბოლოს რატომ წერო თავმოყრა ითანამშრომლება, თუ ამბობ რომ გაყალდაო რუსული რეჟიმიო, თუ ჩატარე თავიდანვე შემთხვევაში. არ იქ არაფერი აწერია კანონში ამაზე, გაიგე და ამიტომ საბოლოო ჯამში შენ რაღაც უცნაური პოზიცია, ძალიან უცნაური რაღაც ხო, არგუმენტები ქაღალდის დონეზე, კანონის დონეზე აი რაღაცა აბსურდულად გამოიყურება რა. ემოციურ დონეზე გასაგებია, რომ ქოცების წინააღმდეგ მიმართული რაღაც დოკუმენტია, რომელიც სამყარო ჩარებს არ შეცვლის, იმიტომ რომ ეს პლეონოსლება თავრობას ისეც აქვს და ვირუსს უნდა გამოიყენებს, არ ჭირდება კონგრესთან რაღაც დამატებითი მithumedes ტრამპის პირობებში და მაგრამ აი რაღაცნაირად აი არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ვინც ავტორები არიან, თუნდაც ლობისტის შედეგი იყოს, ვაფშე ესმის რა ხდება აქ. ხდები ამ 360 კაცს რო აი 360 კაცს გასაგებია. ფაქტია. ეს ახლა დიდ პარტიაში ასე იქნება, ვიღაცა ენდობა რაღაც, მაგრამ აი პრინციპით ვაფშე ესმის რა ხდება. აი უბრალოდ აი რაღაცა დაუშვა რომ აი არიან თქვა თავის 20 კონგრესმენი რომელიც საქართველოს დაინტერესებულია სხვები დაუჯერეს ამ 20 კაცს იმიტომ რომ ესენი რაღაც სპეციალიზირებულები არიან ამაზე მე არ ვარ დაწუნებული ამ ხალხს მაგრამ იცი ზუსტად აქ რა ხდება პრობლემა რაში მდგომარეობს თავისუფლება არ რჩება რომ ეს რაღაც სერიოზული განხილვის საკითხი იყო ხდები ან დისკუსიის საკითხი იყო ეს გამოსვლების იყო ძალიან სადღეგრძელოები იყო აქ ორი პრობლემაა პირველი გასაგებია რომ ეს ხალხი რაღაცნაირად არ არიან კეთილგანწყობილი ქოცების მიმართ თუ ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს თუ უბრალოდ გაატარეს რაღაცა მართლა რაღაცა ფული გადაიხადა ლობიში და რაღაც ზოგადად ტექსტი დაწერეს მაშინ ნუ ტყუილად იზეიმე ხალხმა და ტყუილად ენერგია დაიხარჯა მაგრამ თუ არ გაატარეს და თუ ამან გავლენა იქონია საგარეო პოლიტიკაზე ხო ხდები რომ არაინფორმირებული ხალხის განხილვა გავლენა იქნება ხალხის რომელსაც როგორც ჩანს აქ რა ხდება ისე მე არ ველოდები ზოგადად რომ ჩვენ ერთ ქვეყანაში რა ხდება იმას დეტალურად შეისწავლიან ჩვენი პარტნიორები თორე მაგის მაგალითები ხო აქამდე შეეძლოთ ეკნათ აქამდე რა ეთყობა პირობითად ანუ ზოგადად რაღაცა უცხოელები რო ჩამოდიან ჩვენთან და ისინი ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობენ და მე რაღაც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ მათ შორის ჩვენ რო პარლამენტში ვიყავით იქ რო რაღაცა აქვია ვეტინგი და ასე რაღაცები როგორ გქონდათ. ნუ რა ეთყობა, ან რაღაცა სხვანაირად უყურებენ, ანუ შეიძლება რაღაცამ ჩათვალოს, რომ ჩვენ არ ვართ ინფორმირებული და თვითონ არიან ინფორმირებული რაც ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მაშინ რაც ვერ არ გახსოვს, რომ უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ რაღაცა ის რო გქონდათ გენდერ შპენდერა კანონები რო გქონდათ ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილში მოთხოვნები და რაღაცას რო ხოცები ამოყოფილებდნენ. მე რაღაცა ვეტინგის სასამართლოსთან დაკავშირებით მიცნობდნენ კიდე ამას, რომ კარგად გავაკეთეთ წინ მიდიხართ ყოჩა პროგრესი რაღაცა. პარლამენტში რაც ვიყავით ბოლო წელიწადებში ბოლო წელი იყო განსხვავებული, თორემ მანამდე რასაც ხოცები აკეთებდნენ, მომენტ დასავლეთისთვის და ვენეციის კომისიები და რაღაცებისთვის სუმისაღები იყო ხოლმე რომ რაღაცა რომ ხდებოდა, გადაიდებოდა ვენეციის კომისიაში გავაგზავნით და რაღაცა იქიდან პასუხი მოდის, ვენეციის კომისიის პასუხი ვაქვს დადებითი და რაღაცებს რო გაიძახოდნენ. ანუ მე არ ველოდები ზოგადად რომ შეიკრიბება რაღაცა ხალხი ამერიკაში, რომელიც ზუსტად გაერკვევა აქ რა ხდება ფიზიკურად და მაგის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. ასეთი ფეილები ზოგადად შრია ხოლმე რა საგარეო პოლიტიკაში და ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ხო საერთოდ ხამასი ასე მოიყვანს. დემოკრატია ათამაშეს ამ პალესტინელებს სადღაც და ხამასი მოვიდა ამოხოცა თავისი ოპონენტები ის იყო ისლამური ჯიჰადი თუ რაღაც იყო არ მახსოვს. და ასე არჩევნები ასე დამთავრდა რა, იმიტომ რომ გარტყვაში ახლა რადოს არჩევნებია ტერორისტების რაღაც ბანაკი აქვს და იქ არჩევნებს ატარებ რა, იქ ხდება უბრალოდ რა შეუსაბამოა და იგივე პრობლემაა შეიძლება აი ზოგადად აი ნუ შეიძლება ტრამპმა არ მოაქციოს ყურადღება მიუხედავად ვაფშე არ მოაწეროს ხელი ამ რაღაცას, მაგრამ აი თუ ასე წდება ჩვენი ბედი ხდები, აი ასე ზედაპირულად თუ წდება ჩვენი ბედი. ამის გამო რომ შენ შეიძლება რაღაცას თავრობას შეგიცავ, რაღაცა ძალიან სამწუხარი ამბავი იქნება. ანუ მე მგონი მეც ვიფსახურებთ, ანუ ზოგადად უფრო მეტ ყურადღებას, უფრო მეტ გააზრებას პრობლემის აი რაღაც აგენტების კანონი სასამართლოს ეხსენებინა, ბოლოს დასახსებული მოსამართლეები ყავს. ანუ თვითონ დაასანქციონეს სასამართლო ახსენე. წარმოიდგინეთ შეხედეთ ხალხს, ჩვენ ხო საერთოდ არ გვაქვს არანაირი რამე მოვთხოვოთ ამერიკის თავრობას ამის არანაირი მორალური ვალდებულება ასეთი რატოქენი, ისეთი რატოქენიო, მაგაზე ხო ვერაფერს ვერ მოთხოვ, ანუ სინამდვილეში შენ ყოველ თუ რამეს ვინმეს მოთხოვ, თუნდა მოთხოვ საკუთარ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ხოცებს ვიცით, აი წინასწარ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ხოცები არიან ყველაფერზე წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ანუ ფეხებზე კიდიათ ამ ქვეყნის მომავალი, თქვენი მომავალი ფეხებზე კიდიათ. ხმას ვინც აძლევს, ისიც ფეხებზე კიდიათ და ვინც არ აძლევს, ისიც ფეხებზე კიდიათ, იმიტომ რომ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. ეს მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი.
რო გავიმეოროთ და ისინი იქცევიან, ანუ არ ველოდებით როგორც აი პირობითად ამერიკელებისგან წერა რომ მოყევით, რომ არ ველოდებით რომ ამერიკელები განსაკუთრებულად ამ უცხოელები ზოგადად ჭკვიანურად მოიქცევიან, განსაკუთრებით კარგად გაერკვევიან ჩვენში და საქმეებში. იქიდან გამომდინარე რომ აი წარმოიდგინე ჩვენ ვერ გაგვიგია მართლა ჩვენი ტიპები ვინც დადიან გინდა ხელისუფლება, გინდა ოპოზიცია, რაებს ელაპარაკება იმათ. ხო წარმოგიდგენია რა ტყუილის კორიანტელი იქნება. აი ოპოზიცია ხო ტყუილების რასაც წარუდგენს დიდი ნაწილი ტყუილი იქნება. ხელისუფლება რაც პასუხს გაცემს ამ ტყუილებზე ხო რაღაცა თავისებური დამაჯერებლობა იქნება, რა ტყუილს გაურევს, კიდე მეორე საკითხია. ეს სიტუაცია ვიცით, ანუ წინასწარ ვიცით რომ ასე მოხდება. ვიცით რომ ხოცები ხელისუფლებაში დასაწყისად ყველაფერს არიან მზად. გამოვიდეთ და ვაკრიტიკოთ ხოცები და ვთქვათ რომ ნახეთ რა გააკეთეს ამათმა, რაღაცა არჩევნებს კიდე არ ნიშნავენ. რაღაცა ნახეთ რა ცუდი კანონი მიიღეს. ამას აი თქვენთვის რა ღირებულება გააჩნია ზოგადად, ანუ ხო ვიცით რომ ხოცები ზოგადად სულ ეგრე იქცევიან. ვიცით რომ მათი სტილი ასეთი. ანუ ჩვენ ხო არ გვინდა რომ რაღაცა როგორ გითხრათ, მოვთქვამდეთ ხოცები რაც უდად გვექცევიან ჩვენ. ჩვენ სამგლეში საუბრობთ იმასთან, თუ ისინი ვიცით რატომაც აკეთებენ, არიან ხელისუფლებაში, უნდა დავალფლებს შენარჩუნება. ჩვენი კრიტიკა სწორედ ამიტომ არის ძირითადად ოპოზიციური, იმიტომ რომ ჩვენ აქეთა ფლანგზე ვართ. გვინდა რომ ამ მეორე ფლანგზე მოხდეს წარმატება. ხოცებს არ ქონდეთ ერთპიროვნული მმართველობა. და ხოცები ვაკრიტიკო რატომ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ ქონდეთ ერთპიროვნული მმართველობა. მე არ ვიცი სატომ უნდა გავაკეთო. მე სიამოვნებაში უნდა გავაკრიტიკო ის ვინც ეხმარება ხოცებს ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებაში და სიამოვნებაში ამაში ამ დახმარების დროს ხარჯავს ოპოზიციურ ხმებს და მხარდაჭერას. ანუ ხოცები ხელისუფლებაში ოპოზიციური მხარდაჭერით არიან. ანუ იმის გამო რომ ოპოზიციური ამორჩეველი აკეთებს არასწორ არჩევანს, არასწორ ხალხს აძლევს ხმას, რომელიც მე ხოცებს ეხმარება, ან იდიოტია, მნიშვნელობა მას არ აქვს, ზოგადად ის ხდება რაც ხდება ქვეყანაში. თქვენ მეუბნებით რომ გავაკრიტიკო ხოცები, ოკეი, ხოცების ოპოზიცია რო ვართ იცით, არჩევნები რო გვაწყობს იცით, თემატურად საკითხები რაც გვაქვს, მთელი 4 წელი ამას ვაკეთებდით თემატურად პარლამენტში კრიტიკას, თემატურად რამე საკითხი არსებობს ხოცებსაც ვემთხვევით. მე მგონი არც ოპოზიციაში არ არსებობს ესეთი რამე განსაკუთრებული საკითხი, რომ იმიტომ რომ ამათ ერთ და იგივე უნდა საბოლოო ჯამში, არც ხელისუფლებაში. შესაბამისად ვაკრიტიკო ის, ვინც ძალაუფლებას ინარჩუნებს და ვინც ეხმარება ძალაუფლების ინარჩუნებაში და თან წამგებიან პოზიციაშია და თან ჩემს საქმეს აფუჭებს, ის დავინდო უბრალოდ არაფერში არ წერია, სწორი არ არის, თორე თუ გულის ფხანა გინდათ რავი ხოცები არიან, აი მანათქვამი მაგ მონღოლებივით, ანუ მართლა აი მონღოლები ხო შემოგვესივნენ, დაგვიპყრეს, დაგვინიშნეს რაღაცა ჩვენი მართველები, რომლებიც კორუფციით რაღაც ყავდათ გაჩერებული და გძარცვავდნენ და ასე მართავდნენ. იგივე საკეთებენ ხოცები. რამე შეიცვალა ამეთი? ეს ხო ადრეც გვაქვს ნათქვამი. ანუ თქვენ რა ვიღაც ადამიანს ამის გამო ვისაც მოწონდა ხოცები აღარ მოეწონა? ანუ სიამოვნებაში ხო მასე არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების მიღება ხდება იმით, რომ ადამიანს ალტერნატივას თავაზობ, რომ აი რაღაც ამ ხოცების მონღოლური მმართველობის ნაცვლად ჩვენ მოვალთ და ნამდვილ ქართულ ჭეშმარიტ ჯიგრულ მმართველობას მოვაწყობ. ისინაშია კიდე პრობლემა, აი ჩოლებრივად აი სულ ისტორიული ფონია და ხალხს ეუბნება რა ხალხს მეგობარი აქ და ხალხი და მომეში მოდი ხარ და ეუბნები რომ კაი რა ხარ, კაი გავიგე რაღაც არის ამაში თქვა ასეთი ისეთი, მაგრამ ნუ კაი რა ზეიმობ რა, რავი უამრავი რაღაც გარემოება და ის უკვე გიყურებს როგორც ტერს იმიტომ რომ კაცო ხზეიმოს, გაიგე? და ერთხელ ხოცებს. ხო და რაღაცა უკვე გადამწყვეტი ბრძოლა თან სასოწარკვეთილობაც არის, აი რაც ვაკვირდებოდ ვიღაცები მაგათ ტვიტერზე ვიღაცები კომენტარებში რაღაცას წერდნენ და აი ის რომ აი რა ვქნათო რა მეტიო რა აი მე საზეიმო ხო არ გაქვს ანუ აქამდე არ ქონდა გაიგე და ეს მაინც მოვიდაო რა იქ რაღაცი სანქციები მაინც აწესდებოდა ხო წინა წელს ასეთი სანქციებისა და ეხლა აი ხანი სანქციების ნიუსიც კი არ ყოფილა ბოლო მეგონი ინგლისი იყო თუ რაღაც 1-2 თვის წინ ამბავი იყო და აი ნუ აი უკვე დიდი ხანი გავიდა არაფერი და შენ ზეიმს უფუჭებ რა ხალხი ზეიმოს რაღაცა შეუნები რა კაი მითხარიო ხო და ამ შემთხვევაში ზეიმი ნიშნავს რომ აი ქოცებო თქვენ დედა გეტირა დაემხოთ რაღაცა და ესა და შენ ამას არ ამბობ ამას გეუბნება სიამდვილეში შენ ზოგადად ასე ასწრას ვიქცევით ხო როდის იყო შენ ასე ვიქცეოდეთ და ვიზეიმებთ თორსა რამას დავინახავთ რომ საზეიმოა ვიზეიმებთ რა პრობლემა არის უბრალოდ არა ხელოვნურ რაღაც ამაზე ავარდე და ყოველწიული დაიწყო როდის იყო მას ვაკეთეთ როდის იყო რომელ ეტაპზე ხალხს უნახია ეს და ისედაც არც არის კაცო სწორი, ანუ ჯერ ერთი საქმე არანაირად არ მისულა ბოლომდე. ანუ ფიზიკურად კარგი არაფერი არ მოხდა, ანუ ზოგადად კაი დაუშვათ, ხოცებმა შეინარ მიიღეს ეს კანონი, ამერიკელები საერთოდ გაგვემიჯნენ, ხოცები მაინც შებიან ხელისუფლებაში და მე რაზე იმობ. არა, ანუ ხო შუაში გაჩერება ხო უფრო საქმის გაფუჭება. არა, ხვდები რომ უფრო დიდი საფრთხე გამუქრება ამ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა ასე რასე შეხა თქვი, რავი, რუსეთთან საერთოდ დაუცველი ხვდები.
შევით. ხო, ანუ რა ჯობია რომ ამერიკელ ურთიერთობ არ გავიბუჭოთ. რამდენად შესაძლებელია. საზეიმო არის ერთპიროვნული მართლობის შეცვლა. ანუ ზოგადად კოცების შეცვლა, ერთპიროვნული მართლობის დასრულება არის საზეიმო. როგორც კი ეს მოხდება, ჩვენ ვიზეიმებთ, მაგრამ როდესაც რაღაცა ნაბიჯები, რომელსაც რომელიც შეიძლება თან ბოლომდე წყლად მაინც კარგად არ ვარ გააზრებული. ვიღაცაში რა უკეთესადაა გააზრებული და შეუძლია რაღაცა უკეთესი დასკვნა გამოიტანოს აქედან, მაგრამ ბოლომდე არ ვარ გააზრებული. არ ვიცით პირობითად ამის შედეგი პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური იქნება, გარანტირებული საერთოდ არაფერი არ არის. ან საერთოდ შედეგი არ იქნება, არ ვიცით. და ამ დროს უნდა ავყვეთ საერთო სახალხო ზეიმობას. Ну, აი უბრალოდ არაფერს შუაში არ არის ჩემი აზრით. ეს ასეთი უაზრო რაღაცეების, როგორ გითხრა, ზედმეტი ზეიმობა ხალხში, როგორ გითხრა, კლავს ბრძოლის რაღაცა მართლა ბრძოლის განწყობასაც ჩემი აზრით, იმიტომ რომ მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი რომ ჩვენ ბრძოლას ვაქნევთ, ანუ რაღაცა ბრძოლა დაერქვა ისეთ რაღაცეებს, რომელიც არის კანონიერი. ანუ აი თავისი შინაარსით, ყველა როცა ამბობს რომ მე ვიბრძვი, რაღაცა შვები, არაფერს ამაში არ გულისხმობს არაკანონიერს. ყველა გულისხმობს კანონიერს. აი ვიბრძვი, რას ასე ბრძვი, დგავარ იმაზე რუსთაველზე. იქ გვერდზე გაიტაცებენ ვიღაცას, მიყავთ. მე ამას არ ვეხმარები, მაგრამ ბრძოლაში მაინც მეტვლება. მე მგონი ამაში გვაქვს აცდენა რა, ამ ხალხს რაღაცა ის როგორ გითხრა, არასერიოზული ქმედებები, გონია რაღაცა საბრძოლო ქმედებები შინაარსობრივად და რაღაცა აი წარმატების იმიტაცია გონია წარმატება და შენ რო არ ზეიმობ, გონია რომ ხელს უშლი რა, რაღაცნაირად გამარჯვებაში ხელს უშლი, რაღაცაში ხელს უშლი და რა შერეულები რომ მასე მარტივი არ არის, ანუ ამხელა რესურსთან ბრძოლა რაც ხოცებს აქვს. თუ ეს რუსული რეჟიმია, რასაც თქვენ წაგით, ხო მით უმეტეს უფრო რთულია და მით უმეტეს ხო არასერიოზულად საერთოდ არ უნდა იყოთ განწყობილი. მით უმეტეს ხო საერთოდ არ უნდა ზეიმობდეთ ამას ნაადრევად. ხო და აი მე მგონია რომ ამის მიტანა მე არ ვიცი რამდენად ჩვენ შეგვიძლია, იმიტომ რომ აქეთ ამ მხარეს ზეიმის დიდი კამპანიებია გაჩაღებული, ანუ დიდი რესურსებით ზეიმობენ რა ტიპები. მაგ ვიღაც წერს. აღარ შემიძლია ამ კაცისგან ამდენი სიმართლის მოსმენა. შეაწუხე ვიღაც უკვე გეყოფა.